საერთოდ დიდება უფალს, რომ ერთმანეთი ყავს, შეგვიძლია ერთმანეთის გამხნევება. როდესაც ზეცაში წავალთ, ჯერ მომავალში და ზეცაში გავიგებთ კიდევ უკეთესად ერთმანეთის ფასს. ძალიან ძვირფასები ვარ ჩვენ ერთმანეთისათვის დიდება უფალს. ახლა მინდა ერთ კითხვაზე გიპასუხოთ, იმიტომ ჩვენმა დამისვა კითხვა და მსახურების დაწყებამდე და მინდა გიპასუხოთ, რომ თქვენც იცოდეთ ამ საკითხის შესახებ. გავცე კითხვას პასუხი, რომ ვიღაც ქადაგებს ინტერნეტში, რომ ყოველდღიურად ის და მისი მეუღლე მსახური არის ეს კაცი, ღებულობენ ზიარებას და ძალიან კარგი არის და კარგად არიან. ერთი შეხედვით თითქოს არანაირი პრობლემა არ არის ახლა ზიარებას ღებულობს თითქოს რაღაც. მაგრამ იცით რა არის ძვირფასებო, როდესაც დაუკვირდი ამ საკითხს. ეს საკითხი იშლება შემდეგნაირად. ჩვენ ვღებულობთ ზიარებას. ერთადერთი რამ არის, ერთადერთი რამ და ზეთი კიდე ზეთის ცხება. აი ეს ორი რამ არის, რაც დატოვებულია უფლისაგან მატერიალური სიმბოლოების სახით. ზეთის ცხება, რომელიც სიმბოლოა ღმერთის ძალის ცხებისა, ანუ ჩვენი არ არის, ჩვენ ვიზრდებით და უფალი ცხებს მის ძალას, მისი არის და მისგან მოდის. ზეთი არის ამის სიმბოლო. წარმოგიდგენიათ, უფალს ამის თქმა უნდა და ჩვენთვის და მოიფიქრა. ეს იქნება ზეთი. მეორე უფალმა თქვა და ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად. მანამდე იყო დღესასწაულები, ძველი აღთქმის დროს ჩვენ ვიცით, პასექი იყო, ისიც იყო სიმბოლური, რომელიც აღსრულდა უფალი იესო ქრისტეში. ეხლა ჩვენ ვღებულობთ, ჩვენ არ ვსვამთ მარტო ღვინოს და პურს. ჩვენ ამას ვიყენებთ ამ სიმბოლოებს, რომ სულიერად შევეხოთ რაღაცას. კარგით, ადამიანის ცხოვრებაში ბევრი მომენტი შეიძლება იყოს. შეიძლება თუ არა ჩვენით მივიღოთ ზიარება და გავაკეთოთ. იცი, შენი ეკლესია არ არის რაღაცა დიქტატურის ადგილი. შენ გაქვს საბოლოო პასუხისგებლობა მაინც შენზეა ყველაფერზე. ახლა ამ კითხვას ვცემ პასუხს და ამას თუ გაიგებ და შესაბამისად მოიქცევი, ეს არის ჩემი პასუხისგებლობა ღმერთის წინაშე და დანარჩენი თვითონ შენიცი. შენსაც გეტყვის ღმერთი შენი ცხოვრების გარკვეულ მომენტში და ეს შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს. შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში დადგეს მომენტები, რომ მას ღმერთმა ჩაუდოს გულში სურვილი, სახლში გამოაცხოს ხმიადი და ღვინო. ხმიადი წყვება მხოლოდ წყლის ფქვილი, წყალი და მარილი. არავით არის სხვა დანამატები. და ეს მიიღოს ადამიანმა. მე არასოდეს გამიკეთებია ცხოვრებაში, რომ აი ხმიადი მეწყო და ზიარება მიმეღო ჩემთვის სახლში, მაგრამ როდესაც შორენაზე ვნახე სიზმარი, რომ ბოროტი აპირებდა მისთვის დარტყმას და ეს დარტყმა იქნებოდა ის, რაც მას უნდოდა მისი სიცოცხლის, საერთოდ არც მინდა ხოლმე ეს სიტყვები ვთქვა, მისი სიცოცხლის ხელყოფა უნდოდა. იცი თქვენ რომ ლუკმა გადაცდა 2012 წლის დეკემბრის თვეში ქონდა ჩვენ ეს შემთხვევა. მაშინ ჩემთვის არავის არ უთქვია, ვინაიდან ეს სიზმარი სიმბოლური სახით იყო ჩემთვის მოწოდებული. ამიტომ მე ვაცხობდი და ყოველდღე ვღებულობდი ამას. გესმით? ყოველდღე ვღებულობდი ზიარებას. არ ვიცოდი ეს წარსულში მოხდა, მომავალში მოხდებოდა რა იყო, მაგრამ აი მკბენის მომენტს, რაც უფალმა მანახა, იესო ქრისტეს სახელით ვანგრებდი, ჩვენ სამივე დავჯდებოდით და ვღებულობდით ზიარებას და ახლობით ერთი კვირა. ნუ შემდეგ ეს ყველაფერი ერთი-ორი კვირის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ასე რომ შენ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს რაღაცა, რომ მართლა ღმერთმა რაღაც ჩაგიდოს გულში. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ შემთხვევა, ანუ უფრო იშვიათად შეიძლება მოხდეს. კარგით, ეს პასუხისგებლობა არის შენზე. არაფერი არ გეკრძალება. შენ როგორც გრძნობ, ცოლ-ქმარი ხარ თუ რაღაც თუ გრძნობ რაღაცა შენ ცხოვრებაში, შენ შეგიძლია ეს გააკეთო.
მაგრამ აი ახლა მოდი რაღაცა მე და ჩემი ცოლი ყოველდღიურად ღებულობთ ამას და რაღაც უფრო კარგად ვართ. იცით, ამაში არის სხვა სული. ეს არის რაღაცა მკითხაობის სული. ეს არის რაღაცა მაგიური ელემენტების, მაგიური დატვირთვის მიცემის სული. ზიარებისათვის მაგიური დატვირთვის მიცემის. ეს დაახლოებით ისია, მოდი ახლა ეს რაღაც თილისმა ვატაროთ და ეს მოგცემს ჩვენ ძალას. იმიტომ ყველაფერი მაინც სულიერ სამყაროში ხდება. ჩვენ პური და ღვინო რომც არ მივიღოთ, მაინც შეგვიძლია ვეზიაროთ, გესმით, მაგრამ თვითონ იესომ თქვა, დაადგინა, ეს გააკეთეთო და ასე გაიხსენეთო, ჩემი ჯვარცმაო. გესმით, ამიტომ ვაკეთებთ. თორე თუ მოხდა ისე ჩვენ ცხოვრებაში, რომ სატუსაღოში ვართ, რწმენის გამო გავგვასამართლეს ან რაღაცა, ამის გარეშე შეგვიძლია ჩვენ თვალები დავხუჭოთ და რწმენით ვეზიაროთ მის ჯვარცმის ძალას. განა არა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ბევრი რაღაცა შეიძლება მოისმინოთ. მოდი ვაკურთხოთ ის ხალხი, ვინაიდან ცოტა თარჩა ეს ხალხი, ვინც რაღაც ჭკვიანურს და ბრძნულს ქადაგებს. ვაკურთხოთ უფლის გზაზე, იმიტომ ყველა ძვირფასია ასეთი ადამიანი. ასე რომ ჩემი განმარტება არის ასეთი. მე არ ვემხრობი ყოველდღიურად ზიარების სახლში კეთებას და მის მიღებას. მით უმეტეს გვაქვს ეკლესიური წესრიგი, ჩვენ ერთად თანხმდებით. რაღაცა რო იყოს, შეიძლება ყოველ კვირასაც აი რაღაც მაგალითად საქართველოსთვის ან რაღაცა სიტუაცია ჩვენ სირგულში შეგვიძლია ეს ყოველ კვირა გავაკეთოთ ან რაღაცა. მაგრამ აი ესეთნაირად რო ახლა ყოველდღიურად ამას მივიღებ და რაღაც გამოვკეთდი, უკეთესად ვარ. ამას აქვს მაგიური დატვირთვა. კარგით, აი ეს არის ჩემი განმარტება ამის.